ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ქალაქის მერიას დახმარებას თხოვს. პუშკინის 98 ნომერში მცხოვრებ ოჯახს სტიქია მსახურავი სრულად გაუნადგურა. დაზარალებულების საშიშროებას გამოთქვამენ, რომ შესაძლოა უამინდობა კვლავ გაგრძელდეს და ისინი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დღეისათვის ახლის სახურავის მოვალეობას პოლიეთილენის პარკი ასრულებს. Ვთხოვთ მერიას, რომ დროულად გააკეთოს ეს, რაც დაზიანებულია, რადგან ხვალიდან ისევ წვიმებია გამოცხადებული და ისევ ჩამოვა წვიმა და ჭერიც ჩამოინგრევა. ძლიერმა ქარმა სახურავი აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარე სახლსაც გადახადა. სახურავიდან ჩამოვარდნილმა სამშენებლო მასალამ კი იქვე ეზოში გაჭერებული ავტომობილები დააზიანა. დაზიანდა პირადად ჩემი მანქანა, ჩემს გარდა კიდევ 9 მანქანა დაზიანდა. მე პატრონეს, ბინის მე პატრონეს, ვისის სახურავია ველაპარაკებით და უთხარით აუხსენით, რომ თქვენი გაკეთებულია, ეს არა მერიის გაკეთებულია და ვარს მეუბნება დახმარებაზე. მეორე აუქნავ, მე თვითონაც დაზარალებული ვარ. მეც დაზარალებული ვარ, რა თქმა უნდა, იგიც, მაგრამ რამენაირად თუ დამეხმარება, დიდი მადლობელი ვიქნები. ჩემ მანქანა პირადად ცოტა რთული საშონელია ნაწილებიც და კუზაოს პანელზე უკვე რთულია ლაპარაკი. ტორპედო დაждდება დაახლოებით $800-დან $1000-მდე. რული და სიდენიაზე ისეთ მდგომარეობაშია მანქანა, ეს კაპოტ ყველაფერი გამოსაცვლელია. ბათუმის მერიაში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენა მიმდინარეობს. კონკრეტულად რა დახმარება გაეწევა თითოეულ ოჯახს ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისიის წინასწარი მონაცემებით ზარალის ოდენობამ 300,000 ლარი შეადგინა. ზარალი არც თუ ისე დიდია, მან შეადგინა ჯამში 300,000 ლარამდე. ეს იყო 5 ობიექტზე სახურავის გადახდა, საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც დაზიანდა ეზოში მდგომი მანქანები, გარდა ამისა ჩაქვის მიმართულებით დაგვიზიანდა ხიდი. ეს გამონაკლის ვუშვებთ ამ ხრივას, რადგანაც სტიქიის შედეგად დაზიანდა მანქანები და ვფიქრობთ, რომ საშუალოდ 500-დან 1000 ლარამდე იქნება დახმარება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ცნობილია, რომ სტიქიამ ასევე ძლიერ დააზიანა ქობულეთის და ჩაქვის მოსახლეობაც.